უამინდობამ პრობლემების შექმნა ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ სოფელ საკობიანოში მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ნაკეთები და სათბურები დაიტბორა. დაზარალებულები ამბობენ, რომ მცირე დიამეტრიანმა მილებმა, რომლებიც ხიდის მშენებელმა კომპანია შეპესე არალიმ ბოლო პერიოდში ჩაყარა მდინარის წყალი ვერ გაატარა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ათასობით ლარის ზარალი ნახეს. ისინი ანაზღაურებას მშენებელი კომპანიისგან ითხოვენ. დილის 7 საათი იყო, რომ გამოვიხეთეთ და მთლიანი ეს ნაკვეთი იყო დატბორილი, გავსებული. რის გამო? გამოწეული მდინარიდან ის მდინარის გაუკეთეს შემოვლითი გზა, იმ შემოვლით გზაში ჩადის პატარა ორი ტრუბა და ის ვერ გაითვალისწინეს, რომ იმ ხელა მდინარიდან ეს წყალი ვერ ჩაეტეოდა. ყოველთვის ეს ზარალი არც არავინ ამნაზღაურებელია, არც არავინ არ ითვალისწინებს. აი ახლა ამდენი ყანა, თხილი, სათბური დამეტბურა, ამდენი ნერგი მაქვს, ნაშრომი, ნაწვალები და პატრონი არავინ არ არის. ჩითილები ქონა დათესილი, რომელშიც პაჭკაშიც 200 ლარი და 250 ლარი ქონა მიცემული. ესენი ხო პირველი ზარალი უკვე დავიწყეთ აქედან. მეორე თხილი მაქვს ჩაყრილი, იგი რამდენი წელი არის. მე იქიდან ვერ ავნახე შემოსავალი, იმიტომ რომ ეს ეხა წყალმა დაფარა წვერებიღა ჩანდა. იმიტომ რომ გამიფუჭდა ეს ნაკვეთი და აგე იქით ბოლოში იქ არ არის გაფუჭებული, იმიტომ რომ იქამდე არ იყო და ეხლა კი მივიდა ბოლომდე ეს ნაკვეთისა წყალი ადიდებული. ზარალის მეტი რა გვაქვს. დაზიანდა 2 ჰექტარ ნახევარზე არსებული სავარგულები, ეს იყო ხორბალი დათესილი და აგრეთვე ერთ-ერთი მოქალაქის სათბურში არსებული სხვადასხვა ნარგავები. კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ, გაესაუბრა ეს მოსახლეობა მათ და დაპირდნენ, რომ ამოვლენ და უშუალოდ გაეცნობიან ზიანს შეაფასებენ და ასევე იყო საუბარი ანაზღაურების თაობაზე.